სათბური გაზების ემისიები თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. კლიმატის ცვლილების პროცესში სწორედ ნახშირორჟანგი არის ის ძირითადი ფაქტორი, რომელიც გლობალური დათბობის ტემპს განსაზღვრავს. ბუნებრივი მასის ნარჩენი, ანუ ნებისმიერი ორგანული ნივთიერება დაშლისას იწყებს CO2-ის გამოყოფას. იქნება ის ხისტოტები თუ ფოთლები, რომლებიც მიწაზე რჩება. ამის პრევენციისთვის საქნახშირმა და კომპანია Rewind-მა უნიკალური პროექტი წამოიწყეს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ტყიბულის ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკის ლაბორატორიაში. აქედან იწყება ბუნებრივი მასალის გზა მიწის სიღრმისკენ, სადაც ჟანგბადის გარეშე წლების, ათასწლეულების განმავლობაში დარჩება. სწორედ ასე იქნება გარემოს დაცვითი ბალანსის ეს უნიკალური პროექტი. პროექტი, სახელად DMS Georgia არის უნიკალური, ღრმა შახტური საცავი, რომელიც მცენარეული ბიომასის ჟანგბადისგან თავისუფალ გარემოში, ანუ ღრმა მიწისქვეშა სივრცეებში უსაფრთხო დაკონსერვებას გულისხმობს, რასაც შეუძლია შეინახოს ნახშირორჟანგის ის მოცულობა, რაც 10,000-ზე მეტი ავტომობილის წლიურ ემისიას უტოლდება. We looked at CO2 in the atmosphere. ვაკვირდებოდით ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგის რაოდენობას. ეს რაოდენობა უზარმაზარია. სწორედ ამან მოგვიყვანა საქნახშირის მაღაროში, სადაც ჩვენთვის გამორჩეული აღმოჩენა იყო იმის გააზრება, რომ მას შემდეგ რაც კონკრეტულ უბანზე მადანს სრულად ამოიღებენ, დალუქული მიწისქვეშა კამერები მიწის მასით ივსება, რაც მათ სტაბილიზაციას უზრუნველყოფს. აქ საჭირო ინფრასტრუქტურა უკვე არსებობდა და ჩვენი ამოცანა მხოლოდ ისაა, რომ ბიომასა, ხის ნარჩენები მოვიტანოთ და ეს მასალა ისევ მიწისქვეშ დავაბრუნოთ. ჩვენ ვიღებთ ქვანახშირს მიწიდან და ამ სივრცეს ხის ნარჩენებით ვავსებთ. გვიხარია ქალაქის გაცნობა, ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობა და მათთან ერთად მუშაობა იმაზე, რომ გავასწოროთ კლიმატის ბალანსი და შევქმნათ პროექტი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში აქამდე არასდროს განხორციელებულა. საქნახშირისთვის ეს სოციალური პასუხისმგებლობის პირველი მასშტაბური და მსოფლიო მნიშვნელობის პროექტია. ამ დროისთვის შახტაში 400 ტონის ექვივალენტი CO2 არის დაკონსერვებული. სპეციალისტების თქმით, 2027 წლისთვის ობიექტის წლიური მოცულობა 50,000 ტონამდე გაიზრდება. პირველი სერტიფიცირებული ნახშირბადის კრედიტი კი 2026 წლის დასაწყისში გახდება ხელმისაწვდომი. ეს პროექტი მოიცავს ციფრული მონიტორინგის, ვერიფიკაციისა და რეპორტინგის პროცესს. ვაკონტროლებთ ყველაფერს ნარჩენების შეგროვებიდან დაწყებული ტრანსპორტირებით, გადამუშავებით და საბოლოოდ მიწისქვეშ განთავსებით დამთავრებული. ჩვენი მიზანია პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ეფექტიანი. ჩვენ საქართველოში შემოგვაქვს ახალი ინოვაცია, რომელიც საქართველოს ეკონომიკას მოუტანს მილიონობით დოლარის შემოსავალს და საქართველო გახდება კლიმატის მიმართულებით ინოვაციების ლიდერი. საბოლოოდ ჩვენ ყიდით ნახშირბადის კრედიტებს ისეთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, როგორიცაა Microsoft, Google და სხვა გლობალური ბრენდები და აქედან მიღებული შემოსავლის 70-80% რჩება საქართველოში. მნიშვნელოვანია ყველა ადამიანმა და ყველა საწარმომ გაიასროს, რომ ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად არსებობს ბუნების დაცვისა და ეკოლოგიის საკითხი, რომელიც თითოეული ჩვენგანისათვის პრიორიტეტი უნდა იყოს. ვიხარია, რომ ტყიბულსა და საქნახშირს საშუალება მიეცა ჩაერთოს ასეთ მასშტაბურ პროექტში. ტყიბულის ღრმა შახტური საცავი უნიკალური და ექსკლუზიური პროექტია, რომლითაც საფუძველი ჩაეყრება ისტორიულ სამთო მოპოვებით რეგიონებში მიწისქვეშა სივრცეების ათვისებას გარემოს დაცვითი მიზნებისთვის. ამ დრომდე კომპანია Rewind ნახშირბადის დასაკონსერვებლად სხვადასხვა ქვეყანაში დალუქულ მიწისქვეშა სიღრმეებს და ზღვის ფსკერს იყენებდა. ამგვარი მიდგომა ამცირებს სათბურის აირების მასობრივ გამოყოფას, თავიდან გვარიდებს ტყის ხანძრებს, ხელს უწყობს ტყის ბუნებრივ განახლებას და ქმნის ეკოლოგიურად მდგრადი განვითარების მყარ საფუძველს.